მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენი აუდიტორია დღეს გახლავთ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ქვეყანაში არსებული შიდა და გარე გამოწვევების შედეგად აუცილებლობისგან შექმნილი გადაცემა ეს გახლავთ ხალხის ხმა ეგრეთ წოდებული იმ ნიშნით, რა ნიშნითაც დაფუძნდა ეს ტელევიზია, ღია ტელევიზია, შიდა და გარე პრობლემებთან დაკავშირებით დღეს მოწვეული ყავს საპროტესტო აუდიტორიის დამფუძნებელი რუსთაველძე მოქმედი ამ საპროტესტო აქციის შედეგად საზოგადოების ინტერესების გარკვეული წრის გამომხატველი ახალგაზრდობა არსებობდა ასეთი პროექტი საპროტესტო აუდიტორია. გახლავთ ბატონი გიორგი ყდონაშვილი და ბატონი ბექა ხალიბეგაშვილი და თვითონ მოგახსენებენ ამ აუდიტორიის დაფუძნების აუცილებლობას და მის მიზნებსა და ამოცანების შესახებ. ბატონო გიორგი, თქვენ მინდა მოახსენოთ, გაეცნოთ აუდიტორიას და საზოგადოებას და მოახსენოთ თქვენ შესახებ და თქვენი მოქმედებათა მიზნებზე და ამოცანების შესახებ ისაუბროთ და შედეგებზეც რა შედეგებიც გაქვთ. თქვენ რა გამოცდილებას დაგიგროვებთ ამდენ ხანში. როდის დაიწყო თქვენი ეს მოძრაობა, რა ქონდა საფუძვლად და ასე შემდეგ. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენ საპროტესტო აუდიტორია დავაფუძნეთ 2024 წლის 31 მარტს. ეს არის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების დღე. რა თქმა უნდა, სიმბოლურად დავამთხვიეთ ეს მოძრაობა ამ დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი დღიდან პროტესტისა, ამ ბოლო განსაკუთრებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდე ჩართულები ვართ და ვაკვირდებოდით პროცესებს. თუ რა შეიძლება ჩვენ, როგორც ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა შევძინოთ ამ პროცესს, რომელიც ჩვენი აზრით სამართლიანობისთვის არის და სამართლის დაკანონებისთვის არის ეს ქვეყანაში მთლიანად აგორებული ეს საპროტესტო ტალღა. შესაბამისად, ჩვენს დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ გვაკლია ცოდნა. ყველა პროტესტის მონაწილეს, მათ შორის მეც, ჩემს მეგობრებსაც, შეუძლებელია ყველა ინფორმაციას ისე სრულყოფილად ფლობდეს ყველა ადამიანი, ხო? შესაბამისად, ამ ცოდნის გავრცელების მთავარი ქვაკუთხედი არის აუდიტორია. აუდიტორიაში ყველაზე კარგად არის ცხოვრებისეული ის მაგალითები და ის მექანიზმები, რომელიც ცოდნის გადაცემას ითვალისწინებს. ცოდნაში რას გულისხმობთ? განათლებას გულისხმობთ, ინფორმაციულობას თუ ერთად ორივე? განათლებაზეა საუბარი, ადამიანები, რომლებიც იქ ყოველ საღამოს გამოდიან, სხვადასხვა დარგის ინფორმაციებზე კითხულობენ ძალიან ბევრ რაღაცას. ამ კითხვას პასუხი ჭირდება არგუმენტირებული, მტკიცებულებითი და აუცილებლად არის აზრი გამოსატანი ამ ყველაფრისგან, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ზუსტად აი ამ ნიშაში გვინდოდა ჩამჯდარიყავით განათლების სისტემის ნიშა გვინდოდა უბრალოდ რომ შემოგვეტანა საპროტესტო აუდიტორიის სახელით რუსთაველის გამზირზე და ყველგან სადაც პროტესტია. ჩვენი თავარი ამოცანაა დავაკავშიროთ ერთმანეთს ადამიანები, რომლებსაც ცოდნის მიღება სურს და ცოდნის გაზიარება შეუძლია. შემდგომი მოქმედებისთვის ცხადია, ხო? ხო, პრობლემებთან დაკავშირებული ცხადია. არა მარტო პრობლემებთან, შეიძლება პრობლემა არ იყოს, მაგრამ რაღაცა არ იცოდეს ადამიანმა და პირიქით გამოადგეს ეს, ხო? ძალიან ბევრი ინფორმაცია ტრიალებს თან ამ განსაკუთრებით დეზინფორმაციულ ეპოქაში, უზარმაზარი ნეგატიური და ხელის შემცვლელი ინფორმაცია მომდინარეობს ძალიან ბევრი ორგანიზაციისგან. ამიტომ ამას გაშიფრვა ჭირდება, მიღება ჭირდება სწორად ის რა ინფორმაციაც არის ტყუილი პირდაპირ მნიშვნელობით, ის რაღაცნაირად არ უნდა შემოუშვა. რა მიზანს ემსახურება ეს დეზინფორმაცია? დეზინფორმაცია ემსახურება ხალხის დემოტივაციას პირველ რიგში. თავარი ამოცანაა, რომ აი ინფორმაციულმა აი ამ message box-მა, ეგრეთ წოდებულმა message box-მა რაღაცნაირად ადამიანებში პროტესტი და განვითარების გზა რაღაცნაირად ჩახერდა. სამაზარი და უმამრად წაუღდა ადამიანს ბიზნესს ეს თავარი ამოცანა ჩვენიც ეს არის, რომ რაღაცნაირად ისე მოხდეს
რომ ინფორმაცია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იყოს ძალიან მარტივი. ჩვენ საერთოდ სააუდიტორიო ფონდის და სააუდიტორიო ასე ვთქვათ ფორმატში გადავწყვიტეთ რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს და არა მარტო რუსთაველის გამზირზე, ყველგან სადაც პროტესტი იქნება, მივიდეთ და გავაზიაროთ ცოდნა. აი ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. როგორც საპროტესტო აუდიტორიის მოძრაობა საპროტესტო აუდიტორიის მიზანია. აი აქტუალობა და დღის წესრიგს რა განსაზღვრავს ამ შემთხვევაში ცოდნა არის ზღვა ცოდნა, სამყაროსეული ცოდნა და თქვენ ალბათ რაღაც კონკრეტულ აქცენტებს აკეთებთ რაღაც კონკრეტული გამოწვევებიდან გამომდინარე, როგორც შიდა პრობლემებიდან გამომდინარე, ასევე გარე პრობლემებიდან გამომდინარე ალბათ. გამოწვევა ძალიან დიდია, ყოველდღიურად იზრდება გამოწვევა, თან მით უმეტეს, როდესაც ესეთი პოლიტიკური ქაოსია მსოფლიოში. მსოფლიოში პოლიტიკური ქაოსი მარტო ჩვენი გამოწვეული არ არის. შესაბამისად, ჩვენზე არ არის რაღაც უზარმაზარი რაღაცა ბერკეტების საკუთარ თავზე აღება არ შეგვიძლია, სანამ არ ვიქნებით იმ დონეზე მისულების, რა დონეზე საჭიროა ამ პრობლემატიკის გადასაწყვეტად. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ მსოფლიო პოლიტიკურ ქაოსში რაღაცნაირად ქვეყანაში ვიპოვნოთ საკუთარ თავებზე დასაყრდენი რამე არგუმენტი ან რამე მტკიცებულება ან რამე რომ დავერტყმოთ საკუთარ თავებს, დავერტყმოთ ჩვენ ისტორიას, ჩვენს ქვეყანას და ჩვენ თვითონვე ვიპოვოთ გამოსავალი ამ კრიზისიდან. კრიზისიდან გამოსავალი რა თქმა უნდა მარტივი არ არის და ამისთვის ყოველდღე შრომა საჭირო, ყოველდღიური შრომა, განათლების მიღება, სწავლა, ცოდნის მიღება და აი ამ ცოდნით უნდა მივახციოთ იმ კონდიციას, რითიც ჩვენ შევძლებთ არა მარტო საქართველოში, ქვეყნის გარეთაც მათ შორის დავალაგოთ და იქნებ ჩვენი სიტყვა ვთქვათ საერთაშორისო პოლიტიკაში. ეხლა როგორც გამოჩნდა და მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ბედნიერი ვარ იმითი, რომ აი ამ სტიქიური ასე ვთქვათ მოვლენების შედეგად ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი დარჩა რაღაც მიგუსაფარ მდგომარეობაში და თქვენმა ჯგუფმა მიუხედავად იმისა, რომ ცოდნის გავრცელებაზე და ძირითადად ინფორმაციულობის სისწორეზე მუშაობდით, ოძებნეთ თქვენ თავში ძალა და იყავით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იმ მაშველი ჯგუფის შემადგენლობაში და დიდი ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში ღვაწლი ქვია იმას, რასაც ვალდებული არ ახარდა იმ სამოქალაქო ვალდებულებას რო აიღებ თავზე და იმის ზევით გააკეთებ რა ვალდებულებას გააკეთეს უკვე ღვაწლი არის. და იქნებ მოგვითხროთ და მე ისე მიუბრუნდებით ამ ზოგად პრობლემებს რა სურათი დაგხვდათ, რამ გაიზულათ, რა შედეგები დადგა და რა მოსალოდნელი შედეგები გველოდება კიდე. მე მგონი ეს სტიქია ესე ადვილად არ დაგვნებდება, ასე ვთქვათ და კიდე გაგრძელდება ალბათ რისკები და საფრთხეები. შესაძლებელია სასწრაფოდ. ამიტომ წარუდექით საზოგადოებას ისევ და ისევ ხელახლა თქვენი ჯგუფის შესახებას და იქ რა დაგხვდათ რა მდგომარეობა და როგორ ხედავთ ამის პრევენციას. ეს ყველაფერი დაიწყო ღამე სამშაბათს, როდესაც სტიქიამ უკვე ზარალი მიაყენა კონკრეტულად რაიონს. რომელი რიცხვი იყო ეს სამშაბათი? 21 რიცხვი. 21-ში უკვე სტიქიამ ჯვინვარებდა. ღამე მეგობარმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომ უჭირს ხალხს და ეს ძალიან სპონტანურად არც დავფიქრებულ ვართ. მე და ჩემი სამეგობრო საპროტესტო აუდიტორიის რამოდენიმე წევრი გვერდში დამიდგა და მოახერხეთ რომ ჩავედით გურიამდე. გურიაში რომ ჩავედით, იქ გაცილებით უფრო რთული მდგომარეობა დახვდა და ამ რთულ მდგომარეობას შევეცადეთ გამკლავებოდით მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით. დავიწყეთ ამ სოციალურ ქსელების გამოყენება, დავიწყეთ სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია, რომ ინფორმაცია გქონოთ და მიგვეღო სად რა ხდება, როგორ ხდება, ჩვენით შეგვიძლია დაგვეხმაროთ. მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფოდან ვერაფერი ვერ მივიღეთ სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ შევძლებთ გაერთიანება ადამიანები, რომლებიც უკაცრავ ხედველობაში გაქვთ ადგილობრივი მმართველობა თუ ცენტრალური მმართველობა? ადგილობრივ მმართველობასთან ჰქონდა ძირითადად კომუნიკაცია. იქ რო ჩავედით, თითქმის გადაადგილება ქალაქში შეუძლებელი იყო. საჩახოდით რომელ ქალაქში? მე ლანჩხუთში ჩავედი, პირველი დისლოკაციის ადგილი ლანჩხუთი იყო. ჯერ არც ერთი შტაბი არ იყო გახსნილი, პირველი შტაბი ჩვენ გავხსენით ლანჩხუთში ადგილობრივ მოსახლეებთან ერთად
არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც რა ვიცი, აქედან კიდე მოკითხვას შეუთვლი და ძალიან დიდი სიყვარულით მოვიკითხავ. ოქროს ადამიანები არიან, ჩვენ გაკვირვებულები დავჭით, როგორ მოახერხეს ამდენი ხნის განმავლობაში ესე უწყვეტად კოლოსალური შრომის ჩატარება. მოკლედ კიდე ძალიან თავგანწირვაც იყო იქ როგორც მეგავი. იყო ყოველწუთიერი, არც ერთი ადამიანი არ ფიქრობდა იმაზე, რომ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც მე გავდივარ მაგალითად ერთ-ერთ ობიექტზე. არავინ არ ფიქრობდა იმას, ან ეზარება, ან დაღლილია, ან რაღაცას ვერ შეძლებს. ყველა იქ ჩამოვიდა გააზრებული, რომ იქ ადამიანებს შველა ჭირდებათ და ამ საშველად ყველაფრისთვის მზად ვიყავით. სრულიად ყველა ადამიანი, უკლებლი ყველა, როგორც ერთი ორგანიზმის რისკის ფასად, ესე იგი. უზარმაზარი რისკის ფასად. უზარმაზარი იქ, სადაც საპატრულო მანქანები და სამაშველო მანქანები ვერ ადიოდნენ, ჩვენ ვცდილობდით რომ ავსულიყავით, სადაც მანქანებით შევძელით, მანქანებით ავედით, სადაც ფეხით შეგვეძლო, ფეხით წავედით. იყო ადგილები, სადაც ფეხითაც ფიზიკურად ვერ მივდივართ. მან უკვე ჩავთეთ მეგობრები და ძიმე ტექნიკა. ზოგ შემთხვევაში გაამართლა, ზოგ შემთხვევაში ვერ გაამართლა. რამოდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც თვითმზიდი დრონების ჩართვა მოგვიწია სამაშველო ოპერაციებში. ტერიტორია უზარმაზარი იყო, მარტო ჩვენი შტაბის ტერიტორია 533 კვადრატული კილომეტრი იყო. 533, რომლის დაფარვა დაახლოებით 5 დღეში მოახერხეთ 100-მდე მოხალისით. 15 მანქანა ყავდა, მაღალგამოვლობის მანქანები იყო ყველა თითქმის, რომლის გადაადგილებასაც ორი მანქანით უზრუნველყოფით, იმიტომ რომ მარტო სამაშველო ოპერაციაში მარტო მანქანის გაშვება შეიძლება, იქ რომ საფრთხე იყოს, იქ მანქანები ერთმანეთს უნდა მიხედა. ეს რაღაც ელემენტარული წესებიც უკვე ადგილზე შევასწავლეთ ადამიანებს, ვინც პირველად იყო მოხალისე სამოხალისეო სისტემაში ჩართული. რა გამოცდილება ჰქონდათ უკასრავად? მე მახსოვს რომ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობ ზოგადად და ბატონო გიორგი, მე ვიცი და მახსოვს რომ აი 2013 წლის 13 ივნისს რო იყო სტიქიური უბედურება, მაშინ ახალგაზრდობამ გამოამჟღავნა ძალიან დიდი თვითორგანიზების უნარი და ადრე ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურები ამას მოიფიქრებდნენ, აი ვერეს ხეობაში ეს იყო გრანდიოზული, მართლა იქაც რისკის ფასად. ის კი არა გამოქცეულმა ცხოველებმა ზოგი ადამიანები შეიწირეს და არც მაგითგან არ იყავით დაზღვეულები. ნაწილობრივ მეც მონაწილეობდი და ვხედავდი თქვენს აქტიურობას და მოხიბლული ვიყავი ამ ახალგაზრდების ასეთი დიდი მამულიშვილ. ტექნიკურ უნივერსიტეტში აი გამოცდილება მე მგონი მაშინ შეიძინა თქვენ და ერთი ისიც გავიხსენოთ ცოტა გაკვირით რომ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე მოვდიხართ თქვენ და თქვენი ესეთი პათოსი და ესეთი ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობები და დღემდე არ კარგავთ ამ უნარებს და ამიტომ ის სამეგობრო ჯგუფი რომელიც მაშინ ჩამოყალიბდა დღემდე აქტიურია როგორც მოქალაქეები და დღემდე თავდადებული ხალხი ხართ და როგორც იტყვიან ჩასაფრებული ხართ რა კაი ყმასავით რომ პრიჯავრის ადგას ლოგინიო ვაჟობ შევედარავიდა ჭირდება იქავართ ყოველთვის გააგზავნეთ მაპატიათ, იმიტომ რომ ქვეყანა გვაქვს და სხვა მეორე არ გაგვაჩნია შესაბამისად ჩვენ თვითონ უნდა მოვარო ჩვენ ქვეყანას რაც შეეხება 13 ივნისს ამდენი კაცი მონაწილეობდით 13 ივნისს დაახლოებით 150-მდე სტუდენტი მობილიზება მოვახდინეთ ჩვენ პირველივე დღეს ვენო მეორე მესამე დღეს თმთლიანად ამ ვერესხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებისთვის მთელი თბილისი მთელი საქართველო ჩამოვიდა ჩვენ თვალწინავით საოცარი ერთობა გამოავლინა საქართველოს საზოგადოებამ და იმ დღეს ჩვენ მივხვდით რომ ჩვენ ნელ-ნელა ვიზრდებით და ჩვენ გაგვიზრდია ახალი თაობა რომელსაც არავითარი შიშა, არავითარი დაბრკოლება არ გააჩნია იქ სადაც ერთობა საჭიროა ერთად დგანან 13 ივნისი ძალიან მძიმე იყო სიმძიმესთან ერთად პირველი გამოცდილება იყო ჩვენი ესეთი მასიური ესეთი მასშტაბური სტიქია ჩვენ თბილისკენ საქართველოს არ გახსოვს შესაბამისად დაბნეულობა უფრო მეტი იყო ვიდრე ეხლა უფრო მეტად კოორდინაცია გვიჭირდა მაგრამ იქაც ძალიან მარტივად და მალე გადაგდა მე ვერ ვიტყვი რომ მაშინ სახელმწიფო სტრუქტურებმა ვერ იმუშავეს უბრალოდ დიდი გამოცდილება არ ჰქონდათ თავგანწირვა ყველა ადამიანის მხრიდან იყო ყველა ადამიანის მხრიდან გეთანხმებით პოლიტიკოსების ფრაზებს რომელიც იქ რაღაცა პოპულისტურად გამოიყენეს მერე წლების განმავლობაში მე აღარ ჩაუბრალდები ხარვეზები რა თქმა უნდა იყო მაგრამ
ყველა უკლები, ყველა პოლიტიკოსი, ყველა ბიზნესმენი, სტუდენტი, ექიმი, პროფესორი, ყველანი ერთად ვიყავით, ერთად ვასუფთავებდით ჩვენს ქალაქს და პირველი გამოცდილება ეს იყო. მერე შესაბამისად როგორც ტექნიკური დარგისა და ინჟინერიასთან ახლოს ყოფი ადამიანი, დევდორაკის ჩამოშლის საკითხებში ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული. სამაშველო ოპერაციებში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ მენეჯმენტში ჩავიხედეთ, პირველი რა კეთდება, როგორ ხდება საგანგებო მდგომარეობისთვის მზადება, პირველი გამოცდილება იქ მივიღეთ. მერე შოვის ტრაგედიაზე მთელი საქართველო ჩავედით ალბათ, მაგრამ იქ უფრო უარესი მდგომარეობა იყო და იქ უბრალოდ ფიზიკურად ვერაფერი ვერ შევძელით. სახელმწიფომ ჩაკეტა სისტემა, ჩაკეტილ ზონად გამოაცხადა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეფექტური კომუნიკაციით სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების შორის იქნება მსგავსი სტიქიების არა მარტო პრევენციის, არამედ აღმოფხვისა და საერთოდ შედეგების ნაკლები დაზიანის. ხო, პრევენცია შეუძლია ძალიან ბევრი რაღაცა გააკეთოს. ჩვენ შეგვიძლია უზარმაზარი სამუშაოები ჩავატაროთ და მზად ვართ სამოქალაქო საზოგადოების მისათვის, რომ არ დავზოგოთ, როგორც ამ ერთი კვირის განმავლობაში გურიას არაფერი არ დავაკელით, ჩვენაც შეგვეძლო. ასევე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გადავამზადოთ ეს ადამიანები და ყველა მოქალაქემდე მივიტანოთ ის კონკრეტული პრობლემატიკა, რომელიც არსებობს მაგალითად სტიქიის ზონებში, მაგალითად მეწყვილ-საშიშ ზონებში. სტიქია ეს ბუნებაა, ეს ბუნებრივი პროცესია, რომელსაც სადაც იასახარებს იქ მთრელია ზავისა. კი ბატონო, რომელსაც ჩვენ ვერ გამსაზღვრობთ წინასწარ, როდის იქნება, როდის მოხდება. მაგრამ თუ მოხდება, ჩვენ უნდა ვიყოს მზად. თითოეული მოქალაქის დონემდე უნდა დავიტანოთ უსაფრთხოების ელემენტარული წესები. უნდა მივიტანოთ სამოქალაქო თავდაცვის ძალიან მარტივი მექანიზმები, რომლებსაც შეუძლია ადამიანის გადარჩენა. რეალურად პრინციპში დაკავშირებას ძალიან მარტივი იქნება, მაგრამ ეს აუდიტორიის, საპროტესტო აუდიტორიის ფორმატიც ჩვენ გვინდა რომ გამოვიყენოთ ამ საკითხშიც, რომ ადამიანები, ვისაც სჭირდება ეს სამოხარისეო გადამზადება, მაგალითად, ჩვენთან მოვიყვანოთ პროფესიონალები და იქვე რუსთაველის გამზირზე გადავამზადოთ, გავუშვათ რეგიონებში, გამუშავოთ, მაგალითად, ახლა ჩვენ გურიაზე ძალიან მერვიულობთ. უზარმაზარი ნალექი მოვიდა, არა მარტო იქაურებს, ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ესეთი უხვი ნალექი ესეთ მოკლე დროში არ გვახსოვს. ძალიან დიდი ზარალი მიედგა უკვე გურიას. რამოდენიმე ასეული სახლი არის დანგრეული. რამოდენიმე ოჯახი უკვე ხიაცის ქვეშ არის დარჩენილი, უამრავ ადამიანს კიდე კომუნიკაცია, ელექტროენერგია, გაზი არ მიეწოდება დღემდე. სასიცოცხლო პირობები არ არის ფაქტიურად. სასიცოცხლო პირობები არ არის ფაქტიურად, ხმამაღლა შემიძლია ამის თქმა, სანამ ბოლომდე არ იქნება ლიკვიდირებული სტიქია. სტიქიის შემდგომი პროცესები არც დაწყებულა, ჯერ ყველა გზაც არ არის გაწმენდილი ბოლომდე და ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა არ არის მოწესრიგებული. რის ბრალია თქვენი საზრით? ზოგი სახელმწიფო რესურსი არ არის მომზადებლობის, ხო? მომზადებას შესაძლებელია, მონდომებაც არსებობს, მაგრამ არ არის სწორად გამოყენებული. მე მგონია, რომ პრიორიტეტებად არ აქვს ჩვენ ჩამოვალგებული ქვეყანაში რა გვჭირდება, რა არის მთავარი საკითხი, სად თანხმდებით ყველანი ერთად. არის საკითხები, რომელზეც აბსოლუტურად აპოლიტიკურად ვაზროვნებთ, ხო? საკვირველი. საკითხები, რომელზეც მიკარება პოლიტიკის არ შეიძლება, მით უმეტეს პარტიული პოლიტიკის. ამიტომ რაღაცა საკითხები უნდა გქონდეს ჩვენ საერთოდ. ბოლოს და ბოლოს ომში დაზავების თეთრი დროშის ისტორიაც ყველამ კარგად იცით რა არის და რატომ არის. არსებობს ჩვენთან ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მზაობა ისეთ საკითხებზე, რომელზეც შეკითხვა არ ისმება. ამ სამოქალაქო საზოგადოებაში, ბატონო გიორგი, რას გულისხმობთ? მარტო აი რეგისტრირებულ არასამთავრობო ეგრეთ წოდებული NGO-ებს თუ ზოგადად სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების, მოქალაქეების ერთობლივ ქმედებებს. ყველა სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენს თითოეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც თუნდაც სახში ზის და მარტო ტელევიზორს უყურებს, ან ტელევიზორს არ უყურებს. ყველა ადამიანი წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას.
არის აქტიური ნაწილი, არის სხვადასხვა შეხედულების მქონე ნაწილი საზოგადოების, რომელსაც სხვადასხვა შეხედულება აქვს, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ნიშნავს იმას, რომ არ კითხულობ შენ რაღაც აი კონკრეტული მოვლენის ან საგანგებო მდგომარეობის სიტუაციაში, არ კითხულობ შენ მეორე მხარეს ან გვერდში ვინ გიდგას. ჩვენ არ ვიკითხავს იქ თქვენ ვის მიეცით ხმა და ამიტომ გეხმარებით. ჩვენ არ ვიკითხავს შენ რომელი პარტიის წარმომადგენელი ხარ ან რომელიმე არასამთავრობოს წარმომადგენელი ხარ და მოდი ან დაგვეხმარე ან არ დაგვეხმარო. ჩვენ ადამიანებს ვიღებთ, იმ ადამიანებს, რომელსაც აქვთ ფიზიკური, მენტალური მზაობა იმისთვის, რომ სამაშველო ოპერაციაში ჩაერთონ და ვიღებთ ნებისმიერს. გამორჩევლად სქესისა, ასაკისა, წარმომავლობისა და ასე შემდეგ. ანუ ვისი თქმა მინდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრი ყველა ორგანიზაცია არასამთავრობო იქნება თუ სახელმწიფო სტრუქტურა იქნება, თუ კერძო ადამიანი, პიროვნება, თვით შეგნებული ადამიანი, რომელსაც გააზრებული აქვს თუ რასთან უწევს კონკრეტულად პირისპირ დგომა, იქ უკვე სამოქალაქო ერთიანობა აუცილებელია. კოორდინაცია მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებთან, მათ შორის პარლამენტთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სპეცსამსახურებთან, ყველასთან აუცილებელია კომუნიკაცია, რომელიც სამწუხაროდ ახლა მე ვერ დავინახე. ამ სტიქიაში ჩვენ კომუნიკაცია თითქმის არ გქონდა სახელმწიფო სტრუქტურებთან. გარდა ამ კომუნიკაციისა კიდე ერთი ხარვეზი, რომელიც მე ძალიან ისე აშკარად დავინახე, ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა. ანუ ერთ ფაქტს გავიხსენებ, 21-ში მიწერა შესაძლოა თითქმის ყველას მოვიდა ეს SMS-ი, რომ ამიდები უარესდება. ამიდები გაუარესდა, სტიქია დაიწყო და სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ინსტრუქცია არ მისულა, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს. რეაგირება რა უნდა. მაგეთ რაღაც აიდიტოლოგის პროგნოზი ასეთია, რომ თქვათ 4 დღე არ გადაიღებს და მოიგარეთ სურსათი წყალი, შეიძლება გასცეს ელექტროენერგია. ის გავიგე რომ მოვიდა SMS-ი რომ სტიქია, მაგრამ რა გავაკეთო ეს არ ვიცი. გარდა ამისა, კიდევ რამოდენიმე დღე გავიდა, სტიქია მძვინვარებდა და კიდევ ერთი SMS-ი მოვიდა მოსახლეობას, რომ 3 მარტამდე კიდე გაგრძელდება სტიქია. ამან კიდევ უფრო დიდი პანიკა გამოიწვია. ანუ მარტო იმის ინფორმაციის მიწოდება, რომ აი სტიქია იწყება და მიდი მოემზადე, მე მგონია რომ არ არის ინფორმატიული. ყველა სტიქიას თავისი განსხვავება აქვს და სპეციფიკა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ არის სტიქია რაღაცა ერთჯერადად უცბად მოვარდნილი, ღვარცოფი მაგალითად ან მეწყერი, მაგრამ არის გრძელვადიანი ხანგრძლივი, რომელსაც უფრო მეტი შედეგი იქნება. მაგალითად ეხლა ამ რაოდენობის თოვლი, რომელიც გურიაში და ზოგადად დასავლეთში ამ ციკლონმა გამოიწვია, ეს გამოიწვევს ნიადაგის ძალიან სწრაფად დატენიანებას და მეწყერ საშიში ზონების გააქტიურებას. ამ მეწყერ საშიში ზონების რუკა არსებობს უკვე, ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია და თითქმის მთელი გურია გადაწყვეტილია. ამისათვის უზარმაზარი სახსრებია საჭირო, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ესე ცალკე აღებული ან რომელიმე ერთი ორგანიზაცია ვერ შეძლებს. აქ არის სახელმწიფოდან დაწყებული ყველა კერძო პირამდე დამთავრებული და ფიზიკურ პირამდე დამთავრებული ყველას ერთიანობა საჭირო. ჩვენ ზუსტად ამ კამპანიის დაწყება გვინდა, რომ თუნდაც ერთ საკითხზე შევთანხმდეთ ყველანი, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომ აი აქ ამ მომენტში, ამ სიტუაციაში ვართ ერთი. და გავაძლიეროთ ერთმანეთი ამით, ხო? ამით ვაძლიერებთ ერთმანეთს. პრობლემა. იმედი გაჩნდება. ხვდებით, ადამიანები, რომლებიც აი ხმა აღმთლიანი გურიაში თითქმის უიმედოდ იყვნენ დარჩენილები, სამოქალაქო აქტივისტის მისვლითაც უკვე ბედნიერი იყო, იმისთვის ყველაფერი დამთავრდა. იმისთვის სტიქია დამთავრდა, ჩვენ რომ მივედით. იმ წუთიდან უკვე იმედი გაუშვათ, რომ ჩვენ რაცა უნდა მოხდეს, აი ხო. ინტერვიუები არა ვართ და მარტო არა ვართ. აუდიოდით და სპეციალური აღჭურვილობით და დაინახეს თუ არა, მიხვდნენ რომ მათთვის სტიქია დამთავრდა. ან რის თქმა მინდა, რომ ეს არის მთავარი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების არსი, რომ თუნდაც არა მარტო სტიქიის დროს, ნებისმიერ დროს ერთი და იგივე საკითხზე შეთანხმება ჩვენ შეგვიძლია. მე დარწმუნებული ვარ ამაში. ესე იგი, არის მოსალოდნელი შედეგები, აი თუ ვბრძანებთ დამეწყრის საფრთხეები, ეს როგორც სტიქია. მაგრამ შიდა საზოგადოებრივი მოწყობის თვალსაზრისით დავუშვათ. საზოგადოებამ გამოვიჩინა ახლა
ცნობილია, რომ ქართველებსაც გვახასიათებს, რომ უკიდურესი გაჭირვების ჟამს ერი ერთიანდება და ეს ნიჭი ჩვენ გვაქვს. მაგრამ მე როცა ეს ჩაივლის ეს საფრთხე, ხო მე ვიშლებით რაღაცნაირად და ისაც რაც როგორიც არის სოციალური პრობლემები დაუშვათ, ან მოსალოდნელი პოლიტიკური ცვლილებების შედეგად რაღაც გარე გაჩენილი ფაქტორები, ან შიდა ეკონომიკური პრობლემები, დასაქმების პრობლემები, დემოგრაფიული პრობლემები, რომელიც ხანგრძლივ ვადაში, ესე იგი, შეიძლება მისახედია და დასაფიქრებელია და დღეს არის აღმოსაფრთხო, იგივე ინფორმაციულობის ნაკლებობის გამო, ან გულგრილი ვჩებით ამის მიმართ, ან რატომღაც გვეხება რომ გონია რომ ჩვენ გვეხება ეს ამბავი და ჩვენს გარეთ ვინმე იფიქრებს ჩვენზე მოთ ჰომოსოვიეტიკუსის სინდრომი მუშაობს ამ შემთხვევაში რომ ჩვენს გამო ვიღაცა მოვაკეთილი ბიძა და არსებობს ასეთი გამონათქვამი რომ ნუ გეშინიათ მეგობრების მათ მხოლოდ ღალატი შეუულიათ ნუ გეშინიათ მტრების რომ იმათ შეუულიათ დაგამარცხონ გეშინოდეთ გუგლი ადამიანების რომელთა ფარული თანხმობის შედეგად ხდება ყველაზე ამაზრზენი დანაშაული, ყველა ამაზრზენი დანაშაული ამ ქვეყანაზე. ეს ისევ და ისევ ალბათ არის მიზეზი ჩვენი ნაკლები გაუნათლებლობისა და უსიყვარულობისა, რომელიც თანდათანობით ღრმავდება და გამოიხატება საზოგადოების პოლარიზაციაში, ხო? პოლარიზაცია იმიტომ ხდება, რომ ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია და დასკვნებიც აი იმის ასეთი გამოთქმის არ იყოს. თქვენს მართალი ბრძანდებით, მაგრამ დასკვნები არასწორი. ასეთი პოპულარული გამოთქმა არსებობს. იმიტომ რომ ერთია სიმართლე, ჭეშმარიტება და მეორეა როგორ აღვიქვამ ამ სიმართლეს ან ამ საფრთხეს მე როგორ ხედავ ამის საფრთხეებს. ხო და მე ძალიან მადლობელი ვარ, როცა ყოველ საღამოს ხედავ თქვენს იგივე თავგანწირვას გარკვეული თვალსაზრისით აი ამ ყინვაში, ამ სიცივეში, რომ მუხჩა უხრელად, როგორ იწევთ გარკვეული მიმართულების, როგორ განსხვავებთ პრიორიტეტებს, რა უნდა იყოს იმ საპროტესტო აუდიტორიაში წაკითხული, რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას და მე კიდევ რამდენად კომპეტენტურია და როგორ პასუხობთ იმ კითხვებს და როგორ არჩევთ იმ მომხსენებლებსაც. ვიღაცას გონია საზოგადოების უმრავლეს ნაწილს, რომელიც ესე იგი ამ პოლარიზებული ტელემედიების ტყვეობაშია, ან უყურებს ოპოზიციას, ან უყურებს პოზიციურ ტელევიზიებს და ამიტომაც პროტესტდება საზოგადოებრივ არხის მიმართ ყოველდღია საპროტესტო აქციები, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია და მე დასკვნები მოქალაქეებმა თვითონ გააკეთონ. ეხლა აგერ ჩვენი მეგობარს ასევე ჩვენს ბექას, რომელსაც მე ყოველდღე ვხედავ იქა იმ საპროტესტო აუდიტორიის აქციების დროს და ხედავ ამის ესე იგი ერთგულებას, იქ გადაადგილებას, ტრანსპორტით მომარაგებას, მისვლას თავი დროზე, გარკვეულ რისკებს ჯარიმებთან დაკავშირებით, ხო? გარკვეულ მოქალაქეურ პასუხისმგებლობას და მოქალაქეურ გმირობას ჩავთვლიდი საერთოდ თქვენი ჯგუფის მოქმედებას. მინდა ბექას ვთხოვ 1-2 სიტყვით აგვიხსნას თავისი თანამონაწილეობა, რამგიბისგა თქვენი мотиваცია, თქვენი პატარა ბიოგრაფიული წარსული და იმის აუცილებლობა, რომ რამდენად მნიშვნელოვანია განათლება, ინფორმაციულობა, რომ საზოგადოებამ სწორი პოზიცია დაიკავოს პრობლემის მიმართ და ამავე დროს განსაზღვროს სწორი პრიორიტეტები, იმიტომ რომ ჩვენ ერთდროულად ყველაფერს ვერ მოვერევით, რაღაცა უნდა დავალაგოთ, რაღაცას მივხედოთ და რიგითობა გამსაზღვროთ. გთხოვთ, მოგესალმებით, მივესალმები სმენელს. მე ვარ ბექა ხალიბეგაშვილი, 32 წლის, წარმოშობით ვარახალგორიდან, ქსნისხეობიდან, დაბადებული გაზრდილი. 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი ვარ საკუთარ ქვეყანაში და შესაბამისად ძალიან კარგად ვიცი რა არის დანაკლისი და მით უმეტეს, როდესაც ეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ეხება. ჩემი პროტესტის მიმდინარეობაში ჩართულობა არ დაწყებულა ვთქვათ 3 თვის წინ, როდესაც კომახცემის განცხადება გააკეთა. ხო, ჩვენ პროტესტი დავიწყეთ ბევრად ადრე და პროტესტი დავიწყეთ, ნუ არჩევნებამდეც მიდიოდა გარკვეული პროტესტი, რა თქმა უნდა. რომელი განცხადებაზე გულისხმობთ? ძირითადად მასა რამაც გამოიყვანა საზოგადოება ევროკავშირთან შეჩერების ანუ თანამშრომლობის შეჩერებას გულისხმობ,
ძირითადად მასა მაგის მერე გამოვიდა. თუმცა ეს პროტესტი დიდი ხნის წინ დაიწყო საზოგადოებაში, ჩვენ ამას ყველანი ვხედავდით და ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყეთ ქუჩაში გამოსვლა არჩევნების მეორე დღიდან, როდესაც დავინახეთ რა უსამართლო გარემოში ჩატარდა არჩევნები და რამდენად იმუშავა იმ დეზინფორმაციამ, რომელიც სხვადასხვა სოციალური ქსელებიდან თუ ტელევიზიებიდან თუ სხვადასხვა ადამიანებისგან თუ ჯგუფებიდან ვრცელდებოდა, ხო? ჩვენი საპროტესტო აუდიტორიის შექმნის პირველი წინაპირობაც სწორედ ის იყო, რომ ჩვენ გავიაზრეთ, რამდენად მუშაობდა დეზინფორმაცია საზოგადოებაში. რამდენად ჩვენ თვითონაც არაერთხელ მოგვსვლია, რომ გავსულვართ შევხვდეთ აქციაზე, შევხვდეთ ერთმანეთს რაღაც ინფორმაცია, რომელიც იმ დღის განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიიდან თუ სოციალური ქსელიდან მივიღეთ, გაგვიზიარებია ერთმანეთისთვის და აღმოჩენილა, რომ რაღაც დეზინფორმაცია თურმე ჩვენც მოვისმინეთ და იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ყოველთვის ხო იმის დრო, რომ რაღაცას ჩაეძიო, რაღაცა გადაამოწმო ბოლომდე, რაღაცას გაყვება იმით უმეტეს იმდენი ინფორმაცია ვრცელდება დღეს 21 საუკუნეში საზოგადოებაში იმდენი რაღაცის მოსმენა და დანახვა გიწევს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ყველაფერი დეტალურად გადაამოწმო და ამისთვის არსებობენ მეგობრები, ამისთვის არსებობენ კომპეტენტური ადამიანები და აღმოვაჩინეთ, რომ თურმე რაღაც გარკვეულ მომენტებში შეიძლება ჩვენც კი ვართ დეზინფორმაციის მსხვერპლი. დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რა შეიძლება და გავაკეთებინახო. ყველაზე პირველი რაც შეიძლება გააკეთო არის ის, რომ მოიძიო საკითხები, მოიძიო კომპეტენტური ადამიანები, მოიძიო კომპეტენტური ინფორმაცია და დაეკითხო მათ, მოусმინო და შესაბამისად მე მოახდინო ამ ფაქტების კონსტატაცია, ხო? ამისთვის საჭიროა რომ რაღაც გარკვეული განათლება გქონდეს, რაღაც გარკვეული ბექგრაუნდი გქონდეს და რაღაც გარკვეული ინფორმაცია გქონდეს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საკითხიც პირველ რიგში აქტუალურია და რომელიც საკითხიც პირველ რიგში საზოგადოების დიდ მასებზე უკვე გავრცელებულია და უკვე მუშაობს, ხო? შესაბამისად შევქმნით ეს ფორმატი, რომელიც თავიდან ბოლომდე არის საგანმანათლებლო ფორმატი და პირველი რასაც ემსახურება არის ის, რომ მაქსიმალურად შევეწინააღმდეგოთ დეზინფორმაციას. მაქსიმალურად მივცეთ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ გააზიარონ საკუთარი ინფორმაცია, რომელიც აქვთ, რომელსაც წლების განმავლობაში დრო დაუთმეს, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ, აქვთ როგორც ინფორმაციული ბაზა, ასევე პრაქტიკული, ხო? მოვიძიეთ ასეთი ადამიანები, რაც შეეხება თემების არჩევას, ჩვენ გვაქვს გარკვეული მექანიზმი ამისთვის, გვაქვს რამდენიმე შტრიხ-კოდი, 2 კონკრეტულად, სადაც შეუძლიათ ადამიანებს შემოვიდნენ და შემოგთავაზონ როგორც გარკვეული საკითხები, რომლებიც მათ აინტერესებთ და მათი აზრით მნიშვნელოვანია, ასევე გვაქვს ხოლმე წინასწარ შედგენილი სალექციო საკითხები, რომელსაც შეუძლიათ ხარი დაუჭირონ, რომელი უფრო საინტერესო და მიმზიდველი არის მათთვის. ასევე შეუძლიათ თითოეულ ადამიანს, რომელსაც კონკრეტული ცოდნა აქვს და სურს ამ ცოდნის გაზიარება სხვა ადამიანებისთვის, ვისაც ამის სურვილი აქვს, რომ მოისმინოს და მიიღოს, შემოგთავაზოს ის კონკრეტული საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არის კომპეტენტური და შესაბამისად ჩვენ მათ ვაძლევთ სივრცეს, სადაც შეუძლიათ ეს კონკრეტული ინფორმაცია უფრო ფართო მასებს გადასცენ და გაუზიარონ. შესაბამისად ჩვენი საპროტესტო აუდიტორიის ფორმატი არის შესაძლებლობა თითოეული იმ ადამიანისთვისაც, რომელსაც როგორც თქვენ ტელევიზია ვიტყოდი, რომელსაც ძალიან ბევრი სათქმელი დაუგროვდა, რომელსაც აქვს შინაგანი განცდა იმისა, რომ უნდა ამ საზოგადოებას და სახელმწიფოს გარკვეულწილად ეს საკუთარი გამოცდილება და საკუთარი პროფესიული, ასე რომ ვთქვათ, უნარჩვევები გაუზიაროს და მოახმაროს და ჩვენ, რა ვიცი, ყველანაირად ვეხმარებით ასეთ ადამიანებს, უდგავართ მხარში და ჩვენ თვითონაც ასეთი ადამიანები ვართ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეგვიძლია საკუთარი სახსრებიდან გამომდინარე, თქვენ როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს პროექტი თავიდან ბოლომდე სამეგობრომ დავიწყეთ, თავიდან ბოლომდე საკუთარი სახსრებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ნაცნობობით, როგორც შეგვიძლია, ის თანაცხმა მიგვიწვდება და ასე შემდეგ. და თქვენ ერთ-ერთი მაგალითი ხართ იმის, რომ ბრძოლამ როგორი ყურადღება შეიძლება მიიქციოს და თქვენ დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით ჩვენთან, დააფიქსირეთ თქვენი აზრი, დააფასეთ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მოგვეცეთ შესაძლებლობა, რომ თქვენს ტელევიზიაში მოვსულიყავით და გვესაუბრა ამის შესახებ. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ. დანარჩენი რა შეიძლება დავამატო ამ
საპროტესტო აუდიტორიასთან დაკავშირებით ჩვენ ვაპირებთ სამომავლოდ გვაქვს გეგმები ეს გეგმები ეხება უკვე რეგიონებს. ჩვენ გვინდა რომ გავიდეთ რეგიონებში, თვითონ რეგიონში მოვიძიოთ ის საკითხი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, თემატურად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც იცით, ეხლა საქართველოს მრავალფეროვანი ქვეყანაა თავისი კუთხეებით და თითოეულ რეგიონში არის გარკვეული, რა თქმა უნდა, როგორც გიორგი მაგნიშნა, უნდა არსებობს რაღაც საერთო პრობლემები, რომელიც მთლიანად სახელმწიფოს და საზოგადოებას გვაქვს და არსებობს კონკრეტული პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ ვიყავით ჩასულებით დმანისში, ჩვენ დაგვიკავშირდნენ სტუდენტური ჯგუფი დაგვიკავშირდა გორიდან, რომელმაც ასევე შემოგთავაზა, რომ გორში ჩავატაროთ კონკრეტულ თემაზე ლექცია. მე მაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი მცხეთასთან და მცხეთაში აუცილებლად ჩავატარებთ. შეიქმნა ქართული ანსამბლი, გეცოდინებათ ამასთან დაკავშირებით. კი, მათთან კომუნიკაცია და არის უკვე 26 რეგიონის წარმომადგენელი არის გაწევრიანებული და მე მათ უკვე შევთავაზე, რომ თითოეულ რეგიონში შეგვიძლია ჩავიდეთ, შევხვდეთ მოსახლეობას, წარგვადგინოთ სხვადასხვა საინფორმაციო საკითხები ჩავიტანოთ, მოვიძიოთ რა თქმა უნდა პროფესიონალები ჩავიყვანოთ, ასევე ვითვალისწინებთ მოსახლეობის აზრს და დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინმე კონკრეტული ადამიანი მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი აზრის მოსმენაც სურთ. და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს ინფორმაციები ყველაფერი ერთმანეთთან შევაჯეროთ, დავაკავშიროთ და მაქსიმალურად ინფორმაციულები, მაქსიმალურად პრაქტიკულები და მაქსიმალურად გამოსადეგები ვიყოთ ამ ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. მთავარი პრობლემა ესე ხშირად არის ხოლმე ის, რომ აი ესენგეს ქვეყნებში, მაგალითად, რომ საზოგადოების უმრავლესი წევრები თუ ზოგადად ნაწილი ელოდება ზემოდან დირექტივას და ამ დირექტივის მიხედვით მოქმედებს. საბედნიეროდ ქართველებს არ მოგვაშთა ის უნარი, რომ თვითორგანიზებისა და მობილიზების საფრთხეების წინაშეღანაც აღნიშნე, გვაქვს განსაკუთრებული გზნობელობა. ისიც აღნიშნე, რომ აი ამ საფრთხეების დროს ეს ამბავი წამოტივტივდება, შეგვაერთებს ქართველებს ერთიანი ძალით, როგორც დაუშვათ იქ ბაზალეთის აჯანყების დროს ერთმანეთს, ესე ვთქვათ, ვერჩი უდივართ, შედეგებს ვახცევთ, მაგრამ მერე შედეგების შენარჩუნება გვიჭირს. ახლა ისეთი მასშტაბებია დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე დგა ქვეყანა, რომ ცხადია ბევრ თემებს მარტო კერძო ინიციატივებითა და თუნდაც სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილის აქტივობით ვერ მივახდევთ. ხშირად საჭიროა პოლიტიკური ნების და სახელმწიფოებრივი და მნიშვნელობის თემების გადაჭრა, უფრო მაღალ დრანგში, სადაც ერი და ბერი ერთად უნდა გაერთიანდეს. თქვენი მოღვაწეობა განმანათლებლური მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმ თვალსაზრისით, რომ ის ხალხი, რომელიც შეიძლება გულგრილი ან ნაკლები ინფორმაცია აქვს, იღებს სრულ ინფორმაციას, მაგრამ რა ვუყოთ იმ საზოგადოების ნაწილს, რომელიც შეიძლება გულგრილობის, შეიძლება ვერ ხედავს ამის საჭიროებას, სახშია და ესე იგი ვერაცნობიერებს აი ამას. როგორ შეიძლება რომ მანამდე მივიტანოთ, აღვანთოთ, ეხლა იყო ესეთი პერიოდი ჩვენ ისტორიაში, როცა დავით აღმაშენებელი გამეფდა მაგალითად სანამ 16 წლის დავითი ავიდოდა ტახტზე, მანამდე საქართველოში ესეთი სტიქიური უბედურებები იყო ზუსტად საშინელი მიწისძვრა, დამარცხებული, შევიწროებული იმდროინდელი არისტოკრატიიდან, ესე იგი მეფე გიორგი დავითის მამა იყო მელანქოლიაში და ესე იგი დეპრესიაში, ასე ვთქვათ, თანამედროვე ტერმინები ვიხმაროთ და დიდებულებმა და საზოგადოების ჩვეულებმა ნაწილმა სთხოვა, რომ გადამდგარიყო და ტახტი დაეთმო ახალგაზრდა დავითისთვის და როცა ეს ამბავი მოხდა და დავითმა ესე იგი ეკურთხა რუსულ ბნიში, მაშინ ეს თურქმალ ტომებს ჰქონდა და რატო გავაკეთე ეს ექსკურსია, იმიტომ რომ ზუსტად თებერვალში ახლა დავით აღმაშენებლის 8 თებერვალს ხსენების დღე იყო და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამარჯვებული იმპოტენციის გამოვლენებისათვის, როცა ქვეყანა უკიდურესად გაჭირებულ მდგომარეობაშია, მოუხმოთ ისტორიულ წინამძღვრებს. ხო და დავით ეუბნება ახლა იქ სხვა დროსაც აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია თავის ამღზდელს მეუფე გიორგი ჭყონდიდელს. ახლა რა გავქნაო მეუფეო გიორგი, როგორ შევძლო დადადლებულ ქართველს ხმალი აულესო და თავის კერაზე დავაბრუნო, იმიტომ რომ სოფლები აღარ არსებობდა, ხალხი მთაში იყო გახიზნული და მეუფე გიორგი ბრძანებს, რომ დაადგეთ თითოეულ ქართველსო გვირგვინი მეფობისაო და ღირსება დაუბრუნეო.
და მაშინ გვირგვინოსანმა მეფემ რა გაქნასო და მაგალითი მიეცი მსახურებისაო. მაშინ დავითი დადიოდა სოფელ ესე კლდეღრეში მთაში გახსნილ საზოგადოებას მოუწოდებდა, ამუგეშებდა, მიზეზს აძლევდა, აი თქვენ რომ ბრძანეთ ახლა უნდა გავიდეთო, ხო? სადღაც მე ვიტყვი რომ ანალოგიური მდგომარეობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქართველში დაიბუდა ესე იგი გულგატეხილობამ და არის საშინელი დემოგრაფიული კატასტროფა. საუკეთესო ნაწილი ჩვენი ახალგაზრდობისა და შუახნის ასაკის ხალხი 50 წლის, 55 წლის და კიდე ვისაც შეუულია ოჯახებით მიდიან საქართველოსდან და ეხლა ხალხის პრობლემა ძალიან ხო და ეხლა ესე იგი თქვენმა ამ საპროტესტო აუდიტორიამ ზუსტად ის დავით აღმაშენებლის ფუნქცია უნდა შეითავსოს ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა დავითის თავმავლები ვართ, ვისაც გვინდა რომ ქვეყანას მემსახუროთ და ეს პრობლემები რაღაცნაირად უნდა ესე იგი იმდანად გავასნობიეროთ, რომ ერთიც ვიცი ნამდვილად, რომ ქართველი კაცი უცხოეთში სრულად ბედნიერი ვერ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ სხვა კულტურაზე ამოძილი, სხვა ფესვებზე, სხვა თანამოაზრეების, სხვა თანამეინახეებთან ერთად ვართ ბედნიერები და სამშობლოდან გადახვეწილი. შეიძლება იმ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთოს. როგორც აი დაუშვათ ქართველიშვილმა ავიაცია შეუქმნა, იგივე სტალინმა ამხელა იმპერია შექმნა. თავის ქვეყანას რა არ გოთო, გარდა იმისა რომ დაგვიპყრო, ხო? ამხელა სახელი მოგვიპოვა, ხო? მაგრამ აი ჩვენ ქვეყანას როგორ ვემსახუროთ, ეს პრობლემა არის უდიდესი პრობლემა, ხო? იგივე დაუშვათ გაუნათლებლობის მრავლია ბევრი რამე, იმიტომ რომ ყველაფერი გაუნათლებლობის შედეგად ხდება, მაგრამ აი ეს თქვენი ფუნქცია რომ უნდა გახვიდეთ ერში, ვერში დაუშვათ როგორ ხედავთ ეკლესიის ფუნქციას, აი დაუშვათ ამ საქმეში ეს კითხვა მექნება ორივესთან დაუშვათ, იმიტომ რომ ყველა დიდი აუდიტორია ყავს ეკლესიას დღეს. შეიძლება ვიღაცა იმედს უყურებდეს, ვიღაცა პოზიციურ არხებს უყურებდეს, მაგრამ ეკლესიაში საბედნიერო ჯერ კიდევ ყველა დავდივართ, ხო? ხო და საერთოდ ნებისმიერი წარმატებლობის მიზეზი უფრო სულიერ ასპექტში წყდება ხშირად და ყველაფერი მიზეზი სულიერებიდან მოდის. და ზნეობიდან და ზნეობისა და სულიერების სადარაჯოზე ეკლესია დგას და ეკლესიიდან უნდა მოდიოდეს ეს იმპულსები და ეკლესიის გარდა სხვა უფრო მნიშვნელოვანი სამდო ინსტიტუცია დღესდღეობით დღემდე არ გაგვაჩნია. გარდა იმისა, რომ თქვენ რომ ბრძანებთ, ესე იგი, რომ აი განათლება შევიტანოთ საზოგადოებაში და დავრაზმოთ საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ წარმოადგენთ არც ერთ პარტიას, დაუშვათ, ეს არის ძალიან ბრწყინვალე, იმიტომ რომ პარტიკულაციური ინტერესები ყოველთვის ჩარჩოშია მოქცეული და შეიძლება ის კი არა პიროვნებებსაც კი შეიძლება ილიამ და ნიკოლ ნიკოლაძემ დაუშვათ იქამდე მივიდა საქმე რომ ხედვების განსხვავებულობის გამო ერთმანეთი დუელში გამოიწვიეს და როცა ნიკოლ ნიკოლაძეს კითხეს რომ აი ილია კაიმსროლელიც იყო ამავდროულად რო უთხრეს რომ ეხლა თქვენ რომ მოკლათ ილიამ რა გვეშველებაო ჩვენო და ნიკოლ ნიკოლაძემ პასუხა რომ ილია რომ მოკლათ მაშინ საქართველოს რა ეშველებაო ასეთი დიდი მამული შვილები ყავდა და ჩვენ ახლა ასეთი მასშტაბური პიროვნებები რომელსაც ერი მოусმენს და უშუალოდ იმის სიტყვა იქნება როგორც მაჰატმა განდი მაგალითად არტ პოლიტიკოსი ყოფილა ის და ერთ ხელს რო ვაწევდა თელიას თითქმის მილიარდიანი ინდოვეთი ფეხზე იდგა ხო იმიტომ რომ დაიჯერა რის გამო დაიჯერა ცოდნა ქონდა წმენა ქონდა იმ ტრადიციების პატივისმცემელი იყო და ჩვენ გვაკლია როგორც განმანათლებლური მოღვაწეობა ისე აი სულიერი ასპექტები ალბათ გაჭირვების დროს ადამიანი ყოველთვის ღმერთს მოუხმობს ხოლმე ხო ან დაიძახებს ვაიდედა ან კიდე უფალო მიშველე და ღმერთ თუ გადამარჩინეთ თქვენ ხშირად შეცდები ხართ ეხლა თქვენი მონაყოლიდან გამომდინარე და როგორ ფიქრობთ ესე იგი კიდე რა რესურსი არსებობს თქვენს გარდა რომ ერში განათლება შევიდეს ერი დაირაზმოს და გვერდზე გადადოს ეს პარტიკულაციური ინტერესები მემარცხენეობა მემარჯვენეობა ხო არის თემები რომ ერთნიერი ვართ იმათზე ხო იგივე იქ მაგალითად დავით აღმაშენებელს აძლევს დიდი სამოქალაქოს ნეობრივ კანონს კონდიდელი და სადაც წერია რომ რაშიც ერთნი ვართ ესე იგი იმაში ერთად ვიყოთ რაშიც განსხვავებული აზრები გვაქვს დაუშვათ მემარცხენეობა მემარჯვენეობა თუ სხვა ასე შემდეგ ვიყოთ განსხვავებულები ანუ როგორც მე ილიამ თამა ბედნიერი მორიგება როგორც ახლა ამათაც აქ აი ამაზე წერია ხო
ესე იგი შეუბრალდება და ერთმანეთის დაუმონებლად, ხო? ახლა ჩემი კითხვა ძალიან გავრცობილად გამოჩნდა, შეიძლება დავიბნებ რა შემთავარია. ხო და აი თქვენი აზრით და იმიტომ რომ თქვენ როგორ ხედავთ ახლა ამ დიდი ინსტიტუციის დიდი მაღალი სადაც მოქალა პირდაპირ არის რომ გიყვარდეს მტერი შენი და არა მარტო იქ თუ იყო ძველაქმაში რომ აი არ მოკლა არ იმრუშო არ დააბეზღო სროწმონად არ წარმოდგა ხო პირდაპირ გავალდებულებს რომ ესე იგი გიყვარდეს თუ ორი სამოსი გაქვთ ხოლოს მე ხალათი შარვალის მიაცი დავუშვათ მეორე ხალათი და ასე შემდეგ ანუ სრული გაღება სრული გაცემა სრული თავგანწირვა ხო და ეხლა რომ ბრძანდებოდით ხო არ იყო რამე მხარდაჭერა აი თქვენ როგორც მოქალაქეები და იმიტომ რომ ძირითადად თქვენ ამ წაგიყვანათ იქა ჩადებული თქვენში ქესმებიაში არსებული წმენა მოყვადი ქრისტი ქართულმა შეიძლება სხვა ერებშიც არის თანადგომის ამბები ალბათ გაჭირს სამოქალაქო პასპორტი. მე ეკლესიაზე საუბარს არა, საუბარს არ ვეძახი. მაგრამ იქ კონკრეტულ შემთხვევას გეტყვით, ერთი მოძღვარი იყო, რომელიც ერთი წუთით ამოხშორებია, როგორც ჩვენ გვეძინა, ისე ეძინა მასაც, როგორც ჩვენ ჭამდით, ისე ჭამდა. ისიც როგორც ჩვენ გადავადგილდებოდით და სადაც მივდიოდით, ყველგან სადაც ფიზიკურად შეეძლო, რა თქმა უნდა ჩვენ გვერდში იყო და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ არავითარი განსხვავება არ ყოფილა ჩვენს ჩვეულებრივი მოხალისე იყო ის ბუდელიც და ის მოძღვარიც, რომელსაც ძალიან ვიპატივსებთ, რომ 5 დღეში ძალიან შეგვეყარა თავი. რაც შეეხება განათლების სისტემას და ეკლესიას, ისტორიულად შესაბამისად ჩვენი გენეალური ისტორიიდან გამომდინარე, ტაძარი და ეკლესია ყოველთვის იყო ცოდნის კერა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც უნდა ჩვენ რაღაცნაირად ერთნაირად დავალაგოთ, როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მიიღოს ეკლესია, როგორც განათლების კერა, ასევე განათლება საზოგადოებამ უნდა მიიღოს ეკლესიამ, როგორც წყარო იმისა თუ რა შეიძლება, როგორ შეიძლება ქვეყნის მომავალზე გავლენა იქონიო და ამ გავლენამ სიკეთე მოიტანოს აუცილებლად. აუცილებლად გვჭირდება ერთობა, ერთადგომა ერისა და ბერის, როგორც ეს ცნობილი ფრაზა. მე დავამატებ ახლა არ ველოდით საერთოდ ეკლესიას შევეხებოდით დღევანდელ საეთერო განათლება, ხო ის განათლება. ერთი რაღაც მინდა რომ დავამატო, ну რა თქმა უნდა ჩემი აზრია, მე ვფიქრობ რომ ზოგადად ეკლესიას დეზინფორმაციით მსხვერპლი არის დღევანდელ ეკლესიაზე ვსაუბრობ და რა კუთხით. დღეს ეკლესია ვფიქრობ ვერ იაზრებს რამდენად დიდი ასე რომ ვთქვათ ხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულწილად ბოლო რამდენიმე წელია სხვათა შორის ეს ნარატივი ტრიალებს, რომ ну აი ეს უსამშობლოობა და ეს რაღაცა ურწმუნო ნაწილი საზოგადოების ვითომ რომ ძალიან დიდია და რაღაცა და ვფიქრობ რომ ეკლესიამაც რაღაცა საკუთარ თავში შეიძლება ისეთ წმენას დაკარგა, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეკლესია ყოველთვის იყო და დღემდე არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი სიტყვის თქმა შეუძლია რეალურად. თუმცა სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე რომ საკუთარ თავში ჩემი აზრით ესეთ წმენა უკვე დაკარგული აქვს და ვერ იაზრებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მოსახლეობის წინაშე აქვთ, ხო? ამიტომ ხშირ შემთხვევაში ექცევიან საერო პირების გავლენის ქვეშ. ну ამას ეს არ ეხება ყველას, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითად შემთხვევაში დღეს რა ნარატივებსაც ვისმენთ, თუმცა საბოლოო ჯამში ბოლო დროს რამდენიმე სასულიერო მოღვაწის გამოსვლა მოვისმინე, რომელიც პირდაპირ გადაგებდა იმას, რომ ქრისტიანობა არის ყველაზე ლიბერალური და პირველი თუ ვინმე გადაგებდა იმას, რომ როგორ უნდა მიუდგე გინდა მტერსაც და გინდა მოყვარესაც, ხო? ეს იყო ქრისტიანობა, რომელიც ყოველთვის ხას უსვამდა იმას, რომ წამოაყენე ძირს აქცეული, ხო, დაუდომელი დაეხმარე მაქსიმალურად და არა სიტყვაზე ახალგაზრდას, რომელიც ძირს გდია სახეში წეხლი ჩაარტყე, თქვათ. და დღეს, როდესაც ეკლესია ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს და ეს ეკლესიისთვის არ არის პირველ რიგში ტრაგედია, ხო? ეს არის სამწუხარო რეალობა. აი თუ ვინმე შეიძლება ეკლესიის წმენა დაკარგოს, სწორედ ასეთი ფაქტებიდან გამომდინარე შეიძლება დაკარგოს. იმიტომ რომ მე მივდიოდა ეკლესიაში, რომელიც გადაგებს იმას, რომ დაეხმარე დაუდომელს და შემდეგ სასულიერო მოღვაწეები გარკვეულწილად ცდილობდნენ მაქსიმალურად რომ რამენაირად გაამართლონ ის ქმედება, რაც თქვა რუსთაველზე რამდენიმე ან დუმან
ხო, კი, ან დუმილი იგივე ჩემი აზრით დაიწყება, ან თქვით რომ ყველაზე საშიში ადამიანები სწორედ დუმარი ადამიანები არიან, რომლის პოზიციაც არ ვიცით, იმიტომ რომ როდესაც შენ არ იცი ადამიანის პოზიცია, არ იცი რა შეიძლება მისგან ელოდო. ეს არის ყველაზე რა მნიშვნელოვანი რაღაც, რაც უნდა გავიაზროთ. არ შეიძლება იყოს შუაში სტი. ესე რომ ვთქვათ რა, არა, ეგ მე არ მეხება, როგორ არ გეხება, ნებისმიერ შემთხვევაში გეხება თითოეულ ადამიანს ეხება, როცა საჯაროდ ყველას დასანახად, თითოეული მოქალაქის დასანახად, დაცემულ ადამიანს ვიღაც ურტყავს სახეში და შენ ამაზე რეაქცია არ გაქვს. ეს ეხება სულ ყველას. არ შეიძლება, ხოლმე სამართალმცოდნე ვარ და არსებობს რაღაც ძალების თანაფარდობა, ხო? და თვითონ დამნაშავესაც კი არ შეიძლება იმაზე გადამეტებული დამნაშავის წინააღმდეგაც კი, თუნდაც დაკავების მომენტში არ შეიძლება გადამეტებული ძალის გამოყენება, ხო? და მით უმეტეს ახლა ეკლესიაზე ვსაუბრობ და ეკლესიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია საზოგადოების წინაშე და პირველ რიგში სულიერი მიმართულებით უნდა მუშაობდეს, რომ საზოგადოება მზად იყოს, სულიერად არ გატყდეს, საზოგადოებას ყოველთვის უნდა ქონდეს საკუთარი თავისინედი, საზოგადოება არასდროს არ უნდა კარგავდეს რწმენას და საზოგადოება შენ რწმენას უნდა უძლიერებდე იმით, რომ რასაც ამბობ იმას აკეთებდე. შენ ქადაგებდე ერთს და რეალურად საზოგადოება ხედავდეს მეორეს, ეს არის კატასტროფა. და ჩვენ ისტორიიდან გამომდინარე, რაღაც მთელი ჩვენი ისტორია, თუ რაიმეზე ყოველთვის ერთი აზრი გქონდა და საბოლოოდ რაიმე გვაერთიანებდა, ეს იყო ხოლმე რწმენა, ხო? ენა მამული სარწმუნოება, მამული ენა სარწმუნოება. ამიტომ განხორციელებით. რაღაც ჩემი აზრით ეკლესია უნდა დაფიქრდეს უფრო მეტად იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას აკისრია. ეს თან გასვლა საჭირო. ისევე როგორც იმედს აჩენს ჩვეულებრივ მოქალაქეს, პოლიტიკოსის და პარტიულის თუ პარტიოს, ასევე აჩენს ეკლესიის მოღვაწე, ხო? შეიძლება ის მოსაზრესიარული და თავისთავად ლოცველი საზოგადოება ვარ, მაგრამ ხალხში გასვლაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. რატო წამოვჭერე ხლა ეს საკითხი? მე წარმოვიდგინე თქვენი გასვლა დაუშვათ პერიფერიებში და საერთოდ სად უნდა მოახდინოთ შეხვედრა? ხელს ეგიწყობს არსებული ხელისუფლება იმ შეხვედრების ორგანიზებაში, თუ პირიქით ხელს ეგიშლით, იმიტომ რომ თუ თქვენ ნაწილობრივ აიღეთ ფუნქცია, რომ და ავტორიტეტი გაგეზარდათ, ბოლო პერიოდში არც ერთ ხელისუფლებას არ აწყობს დაწინაურებული ავტორიტეტის მქონე არც რაიმე ორგანიზაცია და მაინდა-მაინც დიდი სიხარულით არ ხვდება იმას. ხო და აქედან გამომდინარე მე ჩავერთობი ამიტომზე არც დაგხვარებიან და ჯერჯერობით არც ხელს ეს უნდა ვაღიაროთ. იმიტომ რომ ჩვენ თავიდან ბოლომდე განათლებაზე ორიენტირებული ადამიანები ვართ, თუ ვინმეს ვაკრიტიკებთ, ან თუ ვინმეს ხոտვას ვასხამთ, რეალურ ფაქტებიდან გამომდინარე, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით შესაბამისად აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ეგ ფაქტი ჩემი აზრით, რომ არც დაგხვარებიან, მაგრამ არც ხელი არ შეუძლია არა. თუ სხვას რაღაცა თქვა რადიკალურ საკითხებთან მიმართებაში რაღაცა მკაცრი განცხადებები ჟღერდება, ჩვენ მივიჯერებით პირდაპირ რადიკალიზმს და გასაკვირველია კონფრონტაციულ სისტემებს და ეგეთ ძალებს. ერთმანეთს დავიფიქროთ, საკმარისია კონფრონტაცია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საზოგადოებაში ესეთი ჯგუფები, ჩვენი საქმე გვაქვს. აი, ასეთ კითხვას დაგისვავდა. გამოცანა მშვიდობიანი პროტესტი. სულ ერთი წუთში რომ თვითონ თქვათ, რომ აი, როგორი საზოგადოება დგას თქვენი ისინი ხომ თქვენი მსმენელები არიან, როგორი საზოგადოება რუსთაველზე თქვენი შეხედულებით რუსთაველზე დგას საქართველო. აი, ეს მარტივაცია გეუბნებო, ვერქას. მე ვიტყოდი ეს რამეს, რომ რუსთაველზე ვდგავართ მებრძოლი ნაწილი ამ საზოგადოების. და რუსთაველზე ძალიან ბევრი არ დგას ყოველდღიურად, ვინც არის მებრძოლი რეალურად ამ საზოგადოებაში. ამის თქმა მინდა და მე მინდა რომ ყველამ გაიაზროს ერთი რაღაც. 2012-ში მე ქუჩაში ვიდექი, ვიყავი 20 წლის და არავის არ უთქვამს, რომ შენ ბავშვი ხარ, არ გესმის, რატომ დგახარ აქ. და ამით მინდა ვთქვა, რომ არ შეიძლება ეხა ახალგაზრდები რომ გამოდიან და სტუდენტები რომ დგანან ქუჩაში, ჯენზის თაობას რაც წიძახიან, ვიღაცა თავს იმართლებდეს იმით, რომ აი გზააბნეული ბავშვები არიან ქუჩაში და ეს რეალურად პროტესტი არ არის. მე 2012-ში არავინ არ მითხრა, რომ გზააბნეული ბავშვი ვიყავი და სახში უნდა წავსულიყავი რა. ასე რომ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების დღეს ისეთები ვდგავართ ქუჩაში, რომლებიც ვიდექით 2012-შიც, რომლებიც იდგნენ 2002-შიც და 2003-შიც თავის დროზე, იმიტომ რომ მაგ დროს მე ძალიან პატარა ვიყავი და რომლებიც იდგნენ 9 აპრილის პერიოდშიც კი.
ასე რომ ეს ყველამ უნდა დაინახოს, რომ ამ საზოგადოებაში ყოველთვის არის და იქნება მებრძოლი ნაწილი საზოგადოების, რომელიც არ დათმობს ამ ქვეყანას, არ დათმობს ამ საზოგადოებას და დაიცავს დანარჩენ ნაწილს ამ ქვეყნისა და საზოგადოების. თუ არა საზოგადოების ეს ნაწილი შესაძლებელი იქნება პროგრესი, რაიმე განვითარება, თუ ჩან არსებულ რეალობას ყოველთვის შეურიგდით და თუ არ ვიფიქრეთ, ვიზრუნეთ მომავალზე და თუ არ ვიფიქრეთ იმაზე, რომ როცა რაღაცა არ მომწონს, უნდა ორგანიზებულად გამოვხატო და გარდა მაგისა მოუთხო ხელისუფლებას, რომ გააკეთოს ის, რაც ქვეყნისთვის საჭიროა, იმიტომ რომ ცნობილია, რომ ხანგრძლივ პერიოდში ხელისუფლება იყნება და უფრო ხანგრძლივ პერიოდში უფრო მეტად იყნება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, ანუ განათლება რატო არის მნიშვნელოვანი? საზოგადოება უნდა იაზრებდეს, რომ თუ რაღაც სწორად არ მიდის, შენ განაუპირისპირდები საზოგადოებას, ანუ შენივე საზოგადოებას. შენ უბრალოდ ითხოვ იმის გაკეთებას, რასაც მხარი დაუჭირა. წმენის საკითხზე ვისაუბრეთ, ახლა ის რაც გელათში ხდება დაუშვათ, ხო რა დავითმა შექმნა ახალ ათინად და მეორე იერუსალიმად, იქნებ ნიშნებია, რომ ის ფრესკები, ეს ყველაფერი, რომ ესე იგი ასე დღეშია და ვეროულით გამოუსწორებელი ზიანი მიედგა, ეხლა აღდგენას აღარ რო ვეროულით ამას ეს ხო არ არის კიდე ნიშანი უფლისგან მართლმფარველობის რაღაცა. ეს კიდევ ერთი ნიშანია, ის რამდენად ვერ იაზრებს ეკლესია საკუთარ პასუხისმგებლობას. პირველ რიგში. უფალება ყოველ დღე გვაძლევს ისე რომ ჩვენ ქვეყანას უნდა მივხვდეთ. ხო, ერთი რაღაც არის კიდე რა, რომ ეს წმენა ძალიან კარგია და ნუ ქართველებს ახლა რა უფალი გვიშველი, საერთოდ ხასიათის ხო რა უფალი დაგვეხმარება. ხელის განძრევის გარეშე? ხო და ის ყველამ ვიცით, რომ ადამიანი რო იხრჩობოდა, უფალმა უთხრა, როდესაც დახმარებას თხოვა, ხელი გაანძრია და გეშველებაო, ხო? მარტო ესე დგომა და უბრალოდ ხელების ზემოთ აწვდენა არ არის საკმარისი, ხო? აუცილებელია გწამდეს საკუთარი თავისაც. ეს ცოტა კიდევაც, არა ვიქცოდნა რა სამარგებს ფილოსოფოსს და ბუნებისას. თუ იცი და არაკეთებ დანაშაულია. უფალი შენში. დიდი მადლობა მეგობრებო. მადლობა თქვენგან. ასეთი ღირსეული წარმოჩენისთვის, ასეთი კარგი მამულიშვილური მაგალითისთვის, რო აქ აძლევთ როგორც საშუალო თაობას, ესე ახალგაზრდა თაობას. დიდი მადლობა ასეთი მობილიზებისთვის და ნათქვამია, რომ ოდესმე კაცად დაეჭიროს, მაშინ უნდა ზმანთათვისიო და როცა გაჭირვების ჟამს მოყვას გვერდში დაუდგები, იმას გავუჩენ, ეს არის თელი სიცოცხლის აზრესი. და თუ ადამიანმა საზრისი დაკარგა, რაც არ უნდა ქონება მოიხვეჭოს, რაც არ უნდა მაღალი თანამდებობა ქონდეს, რაც არ უნდა წარმატებული მსახიობი თუ ფეხბურთელი თუ პოლიტიკოსი იყოს, იმის ცხოვრება საბოლოო ჯამში საზრისის გარეშე ეკარგება ხიბლი. როცა შენ გასცემ, ამიტომ ქართველმა კაცმა იმიტომ თქვა, რასაც გასცემ შენ რაც არ დაკარგული, იქიდან უდიდესი მადლი თვითონ უფრო მეტი მიიღო. მადლობა ამ გაცემისათვის, ამ სამსახურისათვის და გავაგზავნოთ შემდგომი ურთიერთობები, იმიტომ რომ პრობლემებს რა გამოლებს საქართველოში, ერი გულადი პურადი მებრძოლი შავის ბედისა. გავაგზავნოთ და პრობლემებსაც გამოვაქვთ. მადლობა თქვენ და გისურვებთ უფლის შეწევნას და მეტსაგონებას და ერთგულებას. მადლობა. განგაბზანდებოდეთ. მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. და ჩაქრება ალბათ სინათლე და გადაცემას დამთავრდება.